14 წლის შაკოს სოფელ დოლიკაურიდან შრუშაში ჩასვლა კვირაში რამდენჯერმე უწევს. ის იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი იქნება მოთხოვნა მის მიერ მოქსოვილ კალათებზე. კარგია. მოწონება დაიმსახურა მართლა. ადრე არ იყო ასეთი დიდი მოთხოვნა, მაგრამ ახლა გაიზარდა, რათა ძალიან ბევრი ტურისტი დადის საქართველოში და მოთხოვნაც დიდია მათ მოწონთ ჩვენი ნაკეთობები. მოთხოვნა რახან გაიზარდა, ეს საქმეც უფრო მომმართა. როცა გამყიდველი კარგ ამბავს ახვედრებს, ახალი ენერგიით და გაზრდილი მოტივაციით შინდაბრუნებული სამუშაოდ მაშინვე ტყეში მიდის, სახლიდან 4 კილომეტრის მოშორებით. საკმაოდ დიდი გზის გვიწევს ფეხით, რათა მოვიტანოთ კალათის დასამზადებლად საჭირო მასალა. კალათები ეკეთება თხილის და წაბლის. წაბლი თუ იქნება უფრო კარგია, მაგრამ ძირითადად თხილით ვაკეთებ. კალათი კანგაცლილი, გასუფთავებული ტკეჩიდან მზადდება. მოწნული ჭურჭლისთვის საჭირო მასალას მაისიდან აგვისტომდე ამზადებენ. ამ პერიოდში ხეწყლიანი და თბილია, ადვილად დასამუშავებელი. ზამთარში მუშაობა შედარებით რთულია. ტყიდან სახლში რამდენიმე საათში ბრუნდება, საქსოვად მომარაგებული მასალით. თავიდან, როდესაც სულპრულად გავაკეთე დამჭი და ნახევარსაათი მეტი კიდევ ერთი დღეში ერთი პატარა გიდელი, ასე პატარა გიდელი არის ის მოვრაგვე და ძალიან მიხაროდა რომ გავაკეთე, კარგი ომივიდა და ცოტა მამაც მოეხმარა რომ მარტო არ გამიგეთები, მარტო დამოგდეთ ვერ ვაკეთებდი. ახლა, როდესაც არც ახლა არ ვიცი ძალიან გადასარევად, მაგრამ ახლა უფრო 10 წუთი უნდები 15. ერთი კალათის გადაკეთებას. დღეში შემიძლია რომ გავაკეთო ერთი 8 მაგალითად ხან 10-იც. როდესაც მარტო კალათს ვაკეთებ და სხვა არაფერი მაქვს საქმე. კი არ შეიძლება მეტი 10. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევთ და თაობიდან თაობას გადაეცემა. შაკოს კალათების ქსოვა მამამ ასწავლა. ამბობს, რომ მისი თაობის ბავშვები ქსოვას ნაკლებ დროს უთმობენ, თუმცა იხსენებს იმასაც, რომ ეს საქმე არც მის ინტერესს იწვევდა, სანამ მისი პირველი ნამუშევარი არ გაიყიდა. ადრე მამა და ბაბუო რომ აკეთებდნენ, ძალიან ისე უყურებდი, მაგრამ როდესაც პირველი გავყიდე და მეორესაც გამოუჩნდა კლიენტი, უკვე მივხვდი რომ ეს უნდა გამეკეთებია და მესწავლე. და ახლა მივხვდი რომ შემიძლია მთელი ცხოვრების მანძილზე კარგი შემოსავალი მივიღო კალათების ქსოვით. დიდ კალათს 10 ლარად ყიდის, პატარას 5-ად. ხელსაქმის სწავლაში ხელს არ უშლის, მუშაობას მხოლოდ მეცადინეობის დასრულების შემდეგ იწყებს. შაკოს საქართველოს ისტორია აინტერესებს. უნდა რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელოს. მისი შრომის მიზანიც ეს არის, ფულს სწავლისთვის აგროვებს. ბოლო ერთი წელია რაც ჩემი ნამუშევრები კარგად იყიდება და ამ რითაც ამ ფულს რითაც ამ კალათებით ვშოულობ, მე არ იშვიათად ვხარჯავ, რათა როდესაც ჩავაბარებ, რომ გავამადგეს ის ფული. მაქვს უკვე გარკვეული დანაგზოგი და თუ ასე გავაგზავნებ, ალბათ კარგად მოვაგზავნებ. როდესაც სკოლას დავამთავრებ და ჩავაბარებ, უკვე მთლიანად მექნება ჩემი სწავლის ფული. ძალიან მიხარია რომ ეს საქმე ვისწავლე, რათა როდესაც სამსახურიც რომ ვერ ვიშოვ, მაინც მექნება შემოსავალი. ან როცა ვიმუშავებ, ეს იქნება ერთ-ერთი დამატებითი შემოსავალი წყარო. შაკო გვიყვება, რომ მის კალათებს მყიდველი ყოველთვის ყავს. განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა ხურმა და ვაშლი შემოდის. ზოგი პატარა კალათს უკვეთავს, ზოგიც დიდს, ზოგი ტელეფონზე ურეკავს, ზოგიც ადგილზე მიდის. მე-9 კლასელი ბიჭი ფიქრობს, რომ საქმის კეთებას ყველა ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს. არავითარი აზრი არ აქვს, რა პროფესიის იქნება ადამიანი, მთავარია იპოვო შენი საქმე. საქმე, რომელიც გიყვარს და საქმე, რომელიც საკუთარ შემოსავალს მოგიტანს. მე ჩემი საქმე მგონია რომ ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრს არ მუშაობ, მაგრამ არც ცოტას მაინც მრჩება ჩემს ვაკანსიებთან და დაქალებთან თამაშის და გართობის დრო. თოთხმეტი წლის შაკო სვიანაძე სკოლას 2 წელიწადში დაამთავრებს. მიზნის მისაღწევად, როგორც თავად ამბობს, უკან არ დაიხევს. უნივერსიტეტს თბილისში დაამთავრებს.
მერე ისევ სოფელს დაუბრუნდება და ოჯახურ ტრადიციას, რომელიც მას მამამ ასწავლა, უკვე თავის შვილებს გადასცემს.